სრულიად საქართველოს და ქართველ ერს გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. იხარეთ მრავალჟამიანი თითეული ქართველის ოჯახმა. ქართველი საზოგადოების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო 1991 წლის 29 იანვარს ცხინვალში სამაჩაბლოში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საიდუმლო სამსახურის წევრების და პარტიზანული შენაერთების მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩემი ძმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საიდუმლო სამსახურის უფროსი თამას ხუციშვილი აყვანილი იყვნენ სეპარატისტი ლიდერები ალან ჩოჩიევი და ტრეზორ კულუმბეგოვი და თბილისში ჩამოყვანილი და დაპატიმრებული ერთი დანაკარგის გარეშე მოხდა მათი აყვანა მით უმეტეს რომ მათ კაკბ-ს და გენერალური შტაბის საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების შენაერთების სპეცსამსახურის მუშაკები იცავდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საიდუმლო სამსახურის წევრებმა პარტიზანულ შენაერთებთან ქართულ პარტიზანულ შენაერთებთან სამაჩაბლოში დანაკარგის გარეშე მოახერხეს აყვანა სეპარატისტის ლიდერებისა უმაღლესი საბჭოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტრეზორ კულუმბეგოვი და ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ალან ჩოჩიევის მაგრამ 1992 წლის 6 იანვარს როდესაც დაემხო ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული სახელმწიფოებრიობა მოღალატე გოგა ხაინდრავამ ცხინვალში ჩააბრძანა სეპარატისტი ლიდერები და 1992 წლიდან ახალი მასშტაბებით დაიწყო სეპარატიზმი სამაჩაბლოში ისტორიულ შიდაქართში ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რასაც ბოლოს სამაჩაბლოში ჩაბარება მოყვა და ეს გოგა ხაინდრავა დღეს აგიტაცია პროპაგანდის მანქანის ქართული ოცნებისა უზურპირებული თვითმარქვია ხელისუფლების არის და დღეს როგორც 1990-91 წლებში მონაწილეობდა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დღესაც ამ თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლების დროებით კომისიის წევრად თუ მოწმედ ქართულ სახელმწიფოს ასამართლებს კვლავ და ისევ სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს საქართველოში გოგა ხაინდრავა ეს მოღალატე რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაჟილი ქართული სახელმწიფოებრიობის ღალატისათვის